ჩვენ შორის ხელმოწერილი დოკუმენტები მიმართულია იმისაკენ, რომ გააღრმავოს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთსა და ინდოეთს შორის. წარმატებით მიმდინარეობს ენერგეტიკული პარტნიორობაც. რუსეთი ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელია ინდოეთისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საწვავის უწყვეტი მიწოდება ინდოეთის მზარდი ეკონომიკისთვის. ჩვენ შორის საუბრები საკვანძო გლობალურ თუ რეგიონალურ საკითხებზე ადასტურებს, რომ ორი ქვეყნის პოზიციები შეკავშირებულია. რუსეთი და ინდოეთი ატარებენ დამოუკიდებელ და სუვერენულ საგარეო პოლიტიკას. ბრიქსის თანამოაზრეებთან და გლობალური უმრავლესობის სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენ წინ მივიწევთ იმ ძალისხმევაში, რომ ავაშენოთ უფრო სამართლიანი და უფრო დემოკრატიული მულტიპოლარული სამყარო. Economic cooperation program for ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური თანამშრომლობა, ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ. ამ მხრივ შევთანხმდით 2030 წლის პროგრამაზე. ეს ჩვენს ვაჭრობასა და ინვესტიციებს დაბალანსებულს, დივერსიფიცირებულსა და მდგრადს გახდის. რაც შეეხება უკრაინას, ინდოეთი დასაწყისშივე მშვიდობის მხარეს იდგა. მივესალმებით იმ ძალისხმევას, რომელიც საკითხის მშვიდობიან და ხელშესახებ გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ინდოეთი ყოველთვის მზად იყო გაწიოს საკუთარი კონტრიბუცია ამ საქმეში და ასეც გააგრძელებს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ძლიერი და მნიშვნელოვანი საფუძველია ინდოეთისა და რუსეთის პარტნიორობაში. ჩვენ გავაგრძელებთ 10 წლეულების წინ დაწყებულ ურთიერთობას სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგიის მიმართულებით.